ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის დაფინანსებას მერია ისევ გააგრძელებს 2024 წელს ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციის 101 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შეეხება ღვიძლის გადანერგვას. პროგრამის დაწყებიდან დღემდე ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით 50 მიმართვა იყო, რომელიც დაფინანსდა. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემთხვევაში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გადანერგვის წინაკლებებს მაღალ დოზირებულ ქიმიოთერაპიას სამი სახის ტრანსპლანტაციას არის აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური გადანერგვის წინა და შემდგომი პერიოდის მართვას აფინანსებს სრულად. რაც შეეხება ღვიძლის გადანერგვას, აღნიშნული საჭიროების შემთხვევაში დღეისთვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება ხდება სრულად და ერთი მოქალაქისთვის 120,000 ლარი გამოიყოფა. პროგრამის დაწყებიდან 2018 წლიდან დღემდე საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 50 შემთხვევა დაფინანსდა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად ათეულობით ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და შენარჩუნება გახდა შესაძლებელი.